ბატონო. კარგი. დღევანდელი ლექცია იქნება ნუ რამდენიმე თემაზე, რაც ასე თუ ისე დაკავშირებული ერთმანეთთან. და მე მგონია, რომ დიდი ალბათობით ესეთი საჭირო მასალა არის, რაც აი შეიძლება ოლიმპიადაზე მოვუვიდეს და ასე შემდეგ რა. და პოპულარული მასალა. ანუ რო დავუყოთ ეტაპები, როგორ წარმართება ლექცია რა. ჯერ ავხსნი ზოგადად პრესიჟენი რა არის, ან რაც ინტეჯერი იქნება, ფლოატი იქნება, რაც დაახლოებით როგორ ინახება იქ. შემდგომ ნუ რაც შეგვჭირდება ვაფშე mixed precision training. მერე ვისაუბრებთ კვანტიზაციაზე. და საბოლოოდ ვისაუბრებთ დისტილაციაზე. ეს ყველა თემა იდეაში ისეთია რა, ანუ რაღაც ტრენინგი თუ იქნება საჭირო, დიდი ალბათობით რაც ოლიმპიადაზე სიყვარული ან თუნდაც მრავალი თქვენ თვის რო რამე დაატრენინგოთ, უმეტესად მოგიწევთ ხოლმე რომ რაც მცირე რესურსის ფარგლებში დაატრენინგოთ ან ინფერენსი გააკეთოთ. მაგის გამო იდეაში ეს ყველაფერი საჭირო მასალა არა საბოლოოდ. კარგი. ხა რატო შეიძლება გვინდოდეს ამაზე რაც თქვი უკვე ცოტა. მაგალითად რაც ლამას მოდელი რო ავუყოთ 70 მილიარდიანი მოდელი ვერ გავუშვებთ ამას, ანუ 140 გიგაბაიტი არ გვაქვს რა. 140 გიგაბაიტი ვიდეო რამი არის. რაც 2H მაგალითად ან 1H200, რაც ძალიან ძვირი ღირს. თუნდაც რო დაიქირავთ ცოტა ხნის მაგისტრსაც საკმაოდ ძვირი ღირს რა. მაგიტო ხანუ რაც FP16-ში რასაც ავხსნი მე რა არის. მაგაში რო შევინახოთ მაგხალა მოდელი არ ღირს საბოლოოდ რა. არ ღირს იმიტომ რომ ნუ რაც თუ დასევრისებას ვაპირებთ და რაც ბიზნესურად მოვდგებით შეიძლება ღირდეს ეგრე, მაგრამ ესე პირადი მოხმარებისთვის ძალიან ძვირი ჩდება რა. ანუ ტრენინგიც ასევე რაღაც დიდი LLM-ების ტრენინგი, რომლებიც დღესდღეობით რაღაც frontier მოდელები არის. ამ ტრენინგი ძალიან ძვირი ჩდება. ძალიან დიდი რესურსთან არის დაკავშირებული და ხშირად ანუ მაგალითად მე ან თქვენ რა მოგვინდეს რაც ავდგეთ და LLM დავაფაინტუნოთ, გაგვიჭირდება. მაგიტო არის სხვადასხვა ტექნიკები, რითიც შეგვიძლია რომ მცირე რესურსების ფარგლებში დავატრენინგოთ. და ნუ მესამე ნაწილი არის ინფერენსის ნაწილი, რომ იწერ მაგალითად LLM-ს არ გინდა რომ რაღაც თითო ტოკენი თითო წამში დაიგენერიროს რა. გინდა რომ ეს ძალიან ჩქარი იყოს. შესაბამისად ხანუ რაც მაგიტო არის ეს სხვადასხვა ტექნიკები შექმნილი რა. კარგი. ახლა ცოტა დავიწყოთ ბაზისებიდან. და ნუ ეს რაღაც პროცესთან ინჟინერიასთან დაკავშირებული არის, იმიტომ რომ ხანუ რაც როგორ ინახება ინფორმაცია ზოგადად კომპიუტერში და რაღაც ეგეთ თემებზე ვილაპარაკოთ ჯერ. ნუ რაც ახლა არ არის რომ ყველა რიცხვი ნებისმიერ რაღაცა კომპიუტერში არის რიცხვებად შენახული. და ხანუ რაც ეს რიცხვები არის ორობითი სისტემა გვაქვს რა კომპიუტერში და ორობითი სისტემაში ვინახავთ. შესაბამისად ახლა რაც კითხვა დავსვათ, როგორ ინახება მაგალითად მთელი რიცხვები. ნუ ჯერ დავიწყოთ იმით, რომ ბიტი რა არის და ბიტი რა არის და ბაიტი რა არის. ვინ მოყარიც ისე. ეს თემები, ან არ ვიცი რა. ოკეი. კი ბატონო.
მოკლედ 8 ბიტი არის 1 ბაიტი. 1 ბაიტი არის, მაგალითად, ერთი ქარაქტერი რო ავიღოთ, ქარაქტერი არის string-ის მაგალითად პირველი ან string-ის ზოგადად არის ქარაქტერების რაოდენობა და ერთი ქარაქტერი არის 1 ბაიტი. და რა არის ხა ბაიტი და ბიტი? ან 2 ბიტის სისტემა თუ იცით, 1 ბაიტი შედგება 8 ბიტისგან, აქედან პირველი ბიტი თუ signed integer-ებზე ვლაპარაკობთ, გამოყოფილი არის ხოლმე დადებითია თუ უარყოფითი რიცხვი მაგისთვის. ბოდიში კარზე არიან და უნდა გავაყო. ხო. დოკუმენტი. ხო. ოკეი, შედუყო. კი ბატონო, ხო, პირველი ინტეჯერი, პირველი ბიტი არის ხოლმე გამოყოფილი დადებითია თუ უარყოფითი მაგის განსახილებლად და დანარჩენი, ესე იგი 7 ბიტი გვრჩება 1 ბაიტის შემთხვევაში, რომ შევინახოთ ინფორმაცია თვითონ რიცხვის შესახებ რა. რა რეინჯი არის ეს რიცხვი. შესაბამისად, 1 ბაიტის შემთხვევაში -100-დან 127-მდე შეგვიძლია რიცხვები შევინახოთ. ლაპარაკია მთელი რიცხვებზე, რა თქმა უნდა. ყოველობრივი ინტეჯერი უმეტესად არის ხოლმე int 32, ან default შემთხვევაში, ასე რომ ვთქვით. და ხო, ამ შემთხვევაში რაც -2 ხარისხად 31-დან +2 ხარისხად 31-ს -1-მდე არის. და ასევე გვაქვს, შეიძლება გვინდოდეს მარტო დადებით რიცხვებზე მუშაობა. ამიტომაც შეგვიძლია რომ ესეც მივაკუთვნოთ დადებითებს და ამ შემთხვევაში უფრო დიდი რეინჯი გვექნება რა სიტყვაზე. და ახლა ახსნათ როგორ არის უარყოფითი რიცხვები შენახული. იმიტომ რომ არა ესე ტრივიალურად რა. შეიძლება იფიქროთ რომ მაგალითად ეს ხო პირდაპირ მინუს აღნიშნავს, ასე რომ ვთქვათ და აქ ერთიანი დავწეროთ და აქ მერე რაღაცა რიცხვი დავწეროთ რა. -1 იყოს, აქ 1 იყოს და აქ 1 იყოს. და დანარჩენები შუაში ნულები იყოს. მაგრამ სინამდვილეში უარყოფითი რიცხვები არის კომპლემენტის ეძახიან ქართულად არ ვიცი როგორ ამარა. კომპლემენტის სახით შენახული. რას ნიშნავს ეს? ავიღებთ ნებისმიერი 42-ის -42 უნდა შევინახოთ. ავიღებთ დადებით 42-ს, ამოვატრიალებთ ბიტებს, რაც ნიშნავს რომ 0-ის ნაცვლად 1-იანი დავწეროთ და 1-ის ნაცვლად 0-იანი და 1-იანს ავუმატებთ. ხა კითხვა მაქვს, რატო არის თქვენი აზრით ასეთგვარად შენახული უარყოფითი რიცხვები? თუ გაქვთ რაიმე იდეა? შევუმატებთ 0 რო იყოს? ზუსტად, აია. 42-ს რო -42 დავუმატო, 0 უნდა მოქცეს და პირდაპირ აქ 1 დაგრჩება, მაგრამ ამ 1-იანს არ ვინახოთ რა. და მაგიტო 0 რჩება იმ ბიტების იმ რეგისტრებში, რასაც უყურებთ რა. შესაბამისად 0-იანს მივიღებთ. ოკეი ბატონო. გადავიდეთ float-ებს. ეს ცოტა კომპლექსური არის, როგორც შენახული. სტანდარტი არის IEEE 754, რის მიხედვითაც ინახავენ FP32-ში რიცხვებს. ავხსნათ, უფრო მეტად აქ არ ავხსნი კონვერტაცია როგორც ება, ავხსნი რას წარმოადგენს, რომ შტაბეჭდილება გქონდეს რატო ექსპონენტა რა არის, მანტისა რა არის და რა ტრეიდ-ოფია ამათ შორის. float-ი ზოგადად უფრო რთული არის რომ შენახო, იმიტომ რომ
რაც უსასრულო, ну, რაც აღსრულე ხა ინტეჯერის უსასრულო, მაგრამ float-იც რაც ბევრად უფრო უსასრულო რაოდენობის გვაქვს რა. და თან არსებობს მე პერიოდული ცილადები და ასე შემდეგ. კარგი. ახაც პირველი ბიტი გვაქვს იმისთვის რა დადებითი არის თუ არ ყოფით მაგისთვის მარტო. მეორე ექსპონენტას რასაც ეძახიან. გვაქვს 8 ბიტი ეგ. და ექსპონენტა პირდაპირ გეუბნება თუ რა რენჯში არის float-ი ვალიდური. ანუ მაგალითად ცოტა ბიტი რო კონდეს, ამ შემთხვევაში უფრო პატარა რენჯი იქნებოდა რა. მინუს რაც ყველაზე დიდი float-ი და ყველაზე დიდი float-ი იქნებოდა უფრო მცირე რენჯში. შესაბამისად რაც ექსპონენტა შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ უბრალოდ ამ რენჯს გისაზღვრავს რა. და მანტისა უკვე საზღვრავს precision-ი რამდენი კონდეს, ანუ ნებისმიერ რაც float-ი ну, წერტილის მერე არის რამდენიმე რიცხვი რა და ეს რიცხვები ხარ ზოგ შემთხვევაში სასრული არის, ზოგში უსასრულო რაოდენობისაა და ეს პერიოდიც შეიძლება მეხუთე რიცხვის მერე ხდებოდეს ან უფრო მერე ხდებოდეს. და ну, ასეთი პრობლემების გამო უნდა გადავწყვიტოთ რავი ან რამდენი გავითვალისწინოთ დაახლოებით რა წერტილის მერე. და მანტისა მაგას საზღვრავს, ანუ მანტისა მერე დავაპატარავ ადამი პატარავდება რაც მინუს შესასრულობიდან პლუს შესასრულობამდე ანუ ხო ან უფრო სწორად რაც მინიმალური და მაქსიმალური float-ი რაც ანუ ექსაზღვრები იგივე იქნება. დაპატარავდება მხოლოდ ის რომ 1/13 მაგალითად სხვანაირად იქნება მოცემული და დაახლოებით რო ვთქვათ რა. და შესაბამისად მე რომ მიუმატებ და გამოვაკლებთ ბევრჯერ მსგავს floats ეს error-ი ასე რომ ვთქვათ დაგროვდება და დაგროვდება. ეს არის FP32. FP32 არის 4 ბაიტი. და შეიძლება გვინდოდეს რომ ну აქ ხო თქვით რომ რაც ну აქ და FP16-ზე ვლაპარაკობთ, მაგრამ მოკლედ ბევრი არის. და შეიძლება მოუხერხებელი იყოს ან დიდი რესურსი უნდა და არ გვაწყობდეს რა FP32. მაგიტო გვაქვს ორი ვარიანტი. ანუ FP16 არსებობს და BF16 არსებობს. BF-ი წესით არიგით როგორც მახსოვს Google-ი შექმნილი არის და Brain Float 16 არის, ანუ ეს განმარტებით რა. ანუ რაც ან ჯერ FP16 არსებობდა, რაც ალბათ ისევ ამ სტანდარტის ჯავრი არის, ასე რომ ვთქვათ, და BF16 მე შეიქმნა ამ GPU-ების და deep learning-ის განვითარების შემდგომ რა. და რა განსხვავება არის? ну, ჩანს ერთი განსხვავებაც როცა რომ FP16-ში ექსპონენტა გვაქვს შემცირებული და ну მანტისაც თავისთავად შემცირებულია, მაგრამ BF16-ში ექსპონენტა დავტოვეთ იგივე და ამის ხარჯზე მანტისა უფრო შევამცირეთ. რამე იდეა ხო არ გაქვთ, რატო შეიძლება დაგვჭირდეს ექსპონენტის დატოვება, როცა გვინდა რომ FP32-დან FP16-ში ჩამოვიდეთ რა. რატო შეიძლება დაგვჭირდეს ექსპონენტა რო დავტოვოთ იგივე და მანტისა უფრო შევამციროთ. რაიმე იდეა ხო არ გაქვთ ამაზე? უფრო მეტად ვსაუბრობ ტრენინგის პროცესში. არ გაქვთ იდეები? ოკეი. კაი, მაშინ ვთქვათ. პრობლემა არის, როდესაც ტრენინგისას გრადიენტი შეიძლება იყოს საკმაოდ დაბალი რიცხობრივად რა. და
როდესაც FP16-ს გამოვიყენებთ, მაგალითად ამ რეინჯში თუ იქნებოდა გრადიენტი. და გამოვიყენებდით FP16-ს. მაგ შემთხვევაში 0 იქნებოდა. და რადგან რაც 0-ზე რო დამრგვალდებოდა, ეგ არ გვაწყობს, იმიტომ რომ შემდგომ რაც გრადიენტი განულდება და სტრენგი ჩერდება, ასე რომ ვთქვათ. და არასტაბილურია რა მაგით ტრენდი. ამ პრობლემის მოსაგვარებლად იდეაში ეს პრობლემა არ იქნება BF16, იმიტომ რომ ზუსტად იგივე რეინჯი აქვს, რაც FP32-ს აქვს. არა ხო, ეს პრობლემა აქვს FP16-ს. შესაბამისად, ორი ვარიანტი არის რა, ან BF16 გამოვიყენოთ, ანაც ეს გავაკეთოთ. და რა არის ახლა დაწერილი. რომ მან ტრენინგი ხო რაც ჩოლებრო წონები გვაქვს, forward pass ვაკეთებთ, loss-ი გვაქვს რაცა, ამ loss-ი გამოვთვლით forward pass-ში, ასე ვთქვათ. და მე გავაწარმოებთ და გრადიენტებით დავაპდეითებთ წონებს. პრობლემა როგორც ვთქვით იყო, რომ ეს გრადიენტი შეიძლება განულდეს, იმის გამო, რომ უბრალოდ FP16-ს ვიყენებთ FP32-ის ნაცვლად. მაგის გამო რა შეგვიძლია გავაკეთოთ არის, რომ საბოლოო loss-ი რაც გვექნება, გავამრავლოთ რაღაცა კონსტანტაზე. მაგალითად, შეიძლება რომ წარმოვიდგინოთ, ხშირად არის ხოლმე, რომ თუ არ გვინდა წილადების მუშაობა, შეიძლება გავამრავლოთ 100-იან, 1000-იან რაღაც ეგეთ რიცხვზე და ვიმუშაოთ მერე მთელი რიცხვებში რაღაც ეგეთი რა. აქაც შეგვიძლია გავამრავლოთ რაღაცა კონსტანტაზე და ამ კონსტანტაზე გამრავლების მერე იდეაში გადავალთ FP16-ის ვალიდურ რეინჯში. ანუ აქ თუ ვიყავით, გადმოხვდებით აქ. ეს ვალიდური რეინჯი არის და 0 არ იქნება იმის გამო, რომ რაღაცა პრობლემები იყო. და ეს ხო loss-ის გამრავლება რა დაიწყოს გრადიენტის გამრავლებას, მარტივია რომ წონებზე დამოკიდებული არ არის კონსტანტა, რაზეც ვამრავლებთ, შესაბამისად უბრალოდ ცალკე გავა რა გრადიენტშიც. ეს თუ გრადიენტი არის, ეს გამრავლდება უბრალოდ რა გრადიენტს. ანუ scaling-ს ვაკეთებთ უბრალოდ. და ხო, შემდგომ დავაპდეითებთ წონებს. ახლა BF16 როგორც ვთქვი, რაც არ საჭიროებს ამ ყველაფერს რა. FP16-ში თუ გვექნება წონები და ტრენინგი დაგჭირდება რატომაც და BF16-ს არ გამოვიყენებთ. მაგ შემთხვევაში შეგვიძლია torch-ი და AMP-ი გამოვიყენოთ, რომელიც თავისით დაჰენდლობს იმას, რომ რაღაც რიცხვზე გამრავლოს და ხო, ტრენინგი უფრო კომპაქტური ისაა რა, ხელით არ მოგიწევს ამ რაღაცების შალში. გასაგები არის თუ არა და რაიმე კითხვა არის თუ არა mixed precision trainings. Okay, guys. კითხები არა იტყო. აი მე რო დავშვა კითხვა. რა კითხვა დავშვა? დასვა კითხვა. ესე weight-ები რომ ამ რაღაც კონსტანტ აჯერ იზრდება, უფრო არასტაბილური არ იქნება მე ნეტვორკი? weight-ები არ იზრდება კონსტანტ აჯერ. საბოლოოდ რაც ხდება არის, რომ სულ ბოლოს ხო გვაქვს loss-ი ხოლმე რა. რაც მაგალითად cross entropy loss-ი გვაქვს. და მივიღეთ რაღაცა შედეგი არის. ვექტორი მივიღეთ რა. კლასიფიკაცია ავიღოთ მაგალითად და ამ კლასიფიკაციაში მივიღეთ საბოლოოდ რაც
რამ ხან ლოსი გვაქვს რა ერთი რიცხვი გვაქვს რა საბოლოოდ მარტივად რო თქვა და ეხლა რაც ვაკეთებთ არის რომ უბრალოდ ამ რიცხვს მაგალითად 5 არის რა დამარტივად რო თქვა ამ 5-იანს გავამრავლებთ 100-ზე მაგალითად რა და იქნება 500 შესაბამისად რაც მოხდება არის რომ თვითონ ეს გრადიენტი რაც გვეუბნება რომ რამდენად გვინდა რომ შევცვალოთ ისინი რა ქვია წონები ეგ გრადიენტი იქნება ახლა უკვე 500 ჯერ მეტი და შესაბამისად ნუ ეს ცოტა ეს უნდა გავაკეთოთ რა ვთქვათ რომ ანუ learning rate მაგალითად ხო იგივეს აკეთებს რა მარტივად რო წარმოვიდგინოთ რა არ გვინდა რომ რაც სრული ნაბიჯი გადავდგათ და გვინდა რომ გადავდგათ პატარა ნაბიჯები ალბათ ანუ გრადიენტის მიმართულებით ვიმოძრავთ 0.0001 ნაბიჯით რა ეს იგივეა ზუსტად ეგ სკეილი ეს learning rate-იც რა და ამ შემთხვევაში scaling-ს გამოვყენებთ იმ შემთხვევაში თუ დაბალი ანუ ისიც დაბალი გვაქვს რა და ვიცით რომ ალბათ ეხლა გავცილდებით range-ს და რო არ გვინდა რომ გავცილდეთ მაგის გამო გავამრავლებთ უფრო მაღალ რიცხვზე ანუ იდეაში რაც ხდება თეორიულად რო წარმოვიდგინოთ არის რომ რაღაც პონჩი learning rate იზრდება რა და იდეურად რაც უბრალოდ იმიტოა განპირობებული რომ FP15 ვერ ჰენდლავს პატარა რიცხვებს კატეგორია არის მაგრამ მაშინ რითი ჯობია უბრალოდ learning rate-ის გაზრდას ნუ ეს უბრალოდ ანუ learning იდეაში ნუ რამდენიმე რამე არა ეხლა უბრალოდ მაღალი learning rate რო ქონდეს არასტაბილური არის ტრენინგი იმიტომ რომ თავიდანვე დიდ ნაბიჯებს გადავდგავთ და უბრალოდ თვივილით აკეთებთ ამას ვიყენებთ იმ შემთხვევაში თუ გრადიენტი მცირდება ძალიან ანუ როდესაც ძალიან მცირე არის გრადიენტი მაშინ უკვე პატარა ნაბიჯებს ვთქვათ რა და მე ვამბობ რომ უბრალოდ იდეურად ერთ და იგივე ეს ყველაფერი რა ანუ რაც ლოსი მრავლდება იდეაში learning rate-ზე ამ შემთხვევაში მრავლდება მე ნუ კიდე მრავლდება scale-ზე რა ამ შემთხვევაში learning rate-ზე ყოველთვის მრავლდება და თან ეს learning rate-იც ყოველთვის იცვლება რა ნუ გაჩნია როგორც კედულერი გვაქვს მაგრამ ნუ შეიძლება კონსტანტა იყოს შეიძლება რაც კოსაინის მიხედვით იცვლებოდეს მაგალითად ხო და იდეაში ამ შემთხვევაში თან ჩვენ არ ვამრავლებთ არასდროს რა ამას ვიყენებთ რაც კუდას ბიბლიოთეკას რომელიც თავში დაჰენდლობს ამ ყველაფერს ანუ თვითონ მოხდება რომ ბეკვარდი რო გამოიძახე ამ ბეკვარდის პერიოდში რაც გრადიენტი ძალიან მცირე იყო და მოდი გავამრავლოთ რაც კონსტანტაზე რომ ეს პრობლემა აღმოვგროთ რომ არ განვლდეს ხვდები ხო ან learning rate ეს მიზანი არის სხვა რაღაცა რა ზოგადად ან learning rate-ის უბრალოდ მარტივი მიზანი აქვს რომ დიდი ნაბიჯებით რო ვიარო გრადიენტის მიმართულებით ვერ დავკონვერტჩდები ოპტიმალურ მინიმუმში scale-ის მიზანი არის რომ კი იდეურად რაღაც მათ შეიძლება მივამსოვსოთ რომ ერთ და იგივეა მაგრამ scale-ის მიზანია უბრალოდ რომ ამოვიდეთ აქედან სადა აქედან რა და რაღაცები გავამრავლოთ რომელიც აქ გადმოგვახტუნებს რომ მე ტრენინგი გაგრძელდეს თორე ესე გრადიენტი ნული იქნება წონები აღარ შეიცვლება გასაგებია ცირე თუ არ არის არ ვამრავლებთ ხო ხო ნუ მცირე არ ვიცი ხა ეს ბიბლიოთეკაზე ალბათ განპირობებული მაგრამ ჩემ ლოგიკაში ეგრე ჩანს რომ რაღაცა ხა თუ დიდია რომ გავამრავლოთ უბრალოდ მართლა არასტაბილური იქნება მაგ შემთხვევაში რა მარტო იმ შემთხვევაში ცირე რამდენს ნიშნავს აი როდის ვამრავლებთ ზუსტად ალბათ აი რავი range თუ გაცდა ან რაღაცა ანუ
შეიძლება 0 თუ იყო მაგალითად რაღაც მომენტში გრადიენტი. მაშინ გავამრავლოთ. რაც მაგ მომენტში რაღაც შევწყვიტოთ მაგალითად ახლიდან დავიწყოთ. ანუ ეხლა იდეაში იმაშვები რა ქვია. ჰიპოთეზას წარმოვთქვა ამით რა უბრალოდ, მაგრამ სიტყვაზე რაც ბექვარდი გამოიძახე, რაღაც მომენტში 0 გახდა გრადიენტი. მოდი აბა ნახოთ ამის ბრალი იყო თუ არა. და გავამრავლოთ რაც scale-ზე და თუ კიდე 0-ია, ნუ ესე იგი ბრავი f-12-ში 0 იყო რა გრადიენტი, მაგრამ თუ არა 0. მაგ შემთხვევაში ნუ იმუშავა ამ scale-მა და დავტოვოთ მაგის შედეგი. ესე იგი კი. და თვითონ ეს ტრეინინგი ხდება FP16-ში, მაგრამ მოდელის weight-ებიც FP16-ში უნდა იყოს მაგალითად. თუ შეიძლება რომ ის მათში იყოს. ნახე, მოდელის weight-ები გვაქვს FP16-ში. და მივყვებით ეგრე რა, flows. Forward-ი გავაკეთეთ, ყველაფერი გავაკეთეთ. მივიღეთ flows. ამ flows გავამრავლებთ რაც კონსტანტაზე, ხო, როგორც ვთქვით. ანუ FP16-ში წონები. და მაგის მიხედვით აი ეს ერთ სამომენტია. თვითონ გრადიენტები FP16-შია? არა, წესით. ანუ კერა, იდეაში გრადიენტები ხო, გრადიენტები არის თავიდან FP16-ში. და როდესაც გვინდა რომ წონები შევცვალოთ, მაშინ შეგვიძლია გამოვყენოთ FP32, მაგრამ ანუ მან თქვა ის პრობლემა გვაქვს რა, რომ იდეაში FP16-ში თუ მივიღე 0-იანი, FP32-ში 0 გვექნება რა. თუ რამე არ უშველე მაგამდე. აიტო ამრავლებთ ეს, რომ იდეაში ესე რო გამრავლდება, შემდგომ FP32-ში გადაკონვერტირებისას 0 არ იქნება. ანუ იდეაში ოპტიმაიზერის სტეპის დროს, როდესაც წონები უნდა შეიცვალოს რა. მაგ ეგ სტეპი ხდება FP32-ში, მაგრამ გრადიენტების გამოთვლა ხდება FP16-ში, წონების თავიდან FP16-ში. მაგიტო გვინდა რომ აი რაც გრადიენტები რო გამოთვალე, ეგ უკვე დასკეილებული იყოს. და შემდგომ FP32-ში თუ გადავალთ 0 არ გვექნება რა, რეალური რაღაც რიცხვი გვექნება. ნუ ნაკლები precision, მაგრამ იქნება. და მაგ მომენტში შევცვლით მერე წონები. მე ხო, დავაპდეიტებ წონებს. გასაგები არის. ხო? კი. ოკეი. მაგრამ ხო, ნუ რა შეგვიძლია მარტივად უბრალოდ ავდგეთ და BF16 გამოვყენოთ რა. ანუ მარტივი solution-ი არის. ეგ პრობლემა არ გვაქვს და ნუ ასაპორტებენ თან რა ეს GPU-ები და TPU-ები. ოკეი. კარგი. ეს ხო mixed precision training-ი როგორ ხდება? ეხლა გადავიდეთ კვანტიზაციას. ნუ კვანტიზაცია უფრო მეტად მნიშვნელოვანი არის ხოლმე ინფერენსისას, რომ გვინდა მაგალითად რაც ინფერენსი გავაკეთოთ დიდი მოდელის, მაგრამ გვაქვს პატარა რესურსები. და ხო, ნუ დეფოლტად რა არის კვანტიზაცია რა? აქ გვაქვს მაგალითად რაც FP32-ის weight-ები და შეგვიძლია რომ უბრალოდ რაც ბინებად დავყოთ რა, ეს FP32-ის weight-ები. და რაც ეს რიცხვი და ეს მაგალითად შეესაბამება 1 int 8 weights. ანუ int 8 ხორას.
-256-დან თუ ანუ საინასადამზე საერთაშორისო რა. 120-128-დან 127-მდეა. ერთ კონკრეტულ რიცხვს შეესაბამება რამდენიმე ბაიტი. ამ შემთხვევაშიც იგივე ხდება. და იდეურად საკმაოდ მარტივი რაც არის რა კვანტიზაცია. არსებობს ორი ტიპის კვანტიზაცია. ამ შემთხვევაში მარტო post training კვანტიზაციაზე ვილაპარაკებთ რა. უფრო მეტად. ხო რაც ანუ არის კვანტიზაციები, რომლებიც იდეაში რაც დაატრენინგე მოდელი და უმეტესად ხო რაც მაშინ გვჭირდება რომ გვაქვს დიდი მოდელი 7 მილიარდიანი რაღაცა გვაქვს პატარა რესურსი და გვინდა რომ ჩავატიოთ ისე რომ თლად ძალიან არ გავაფუჭოთ ამის ეკურესი რაღაც ტასკებს და თან შეგვიძლია გამოყენება მარტივად რა და ხშირად ჭირდება ხოლმე რაღაცა კალიბრაციის დატასეტი რა რომ შემდგომ ხო ვიტყვი მაგას რატო შეიძლება რა და აქეთ ხარს კვანტიზაცია გაკეთებული ტრენინგი რო იქნა რაც ცოტა კომპლექსური არის იმიტომ რომ გრადიენტებს რაღაც უნდა მოვხერხო რომ მათ ახლა რა არის მთელი პრობლემა რა კვანტიზაციის რატო არსებობს რამდენიმე post training-ზე ვლაპარაკობთ რატო არსებობს რამდენიმე ტიპის კვანტიზაციის მეთოდი და ახლა რა უპირატესობა აქვს რაღაც ზოგი რაღაც მომენტში კარგი იქნება შეიძლება მეორე მომენტში მეორე იყოს კარგი რა მაგრამ მთელი იდეა არის რა დაახლოებით იდეა ისაა რომ რაღაც დიდი range გვაქვს float-ების შემთხვევაში რა და აქტივაციებში შეიძლება რომ უმეტესად ეს აქტივაციების რო დაფლოთ რა რისკობრივი მაჩვენებლები იყოს ერთ არეალში მოქცეული. მაგრამ აქ გვქონდეს გვერდში რაღაც outlier-ები, აქეთ იქით რა. ეს outlier-ები პრობლემაა, იმიტომ რომ იდეაში დიდ არაფერს არ გიწყვეტს რა, იმიტომ რომ ცოტა არის. მაგრამ იმას გიფუჭებს, რომ შენ ამაზე რო გააკეთო ეს დაყოფა ბინებად და შესაბამისება, აქ შეიძლება რაც თავად წონებს იდეაში. 1, 2 ანუ რაც ბევრად უფრო ნაკლები განსხვავებული ასე ვთქვათ 5 მიანიჭო ვიდრე მიანჭებდი რომ ეს უბრალოდ გადაგეგდო გვერდზე და მარტო ამაზე გაიკეთებინა რა ანუ საბოლოოდ ეგაა რომ იდეაში როდესაც გინდა რომ კვანტიზაცია გააკეთო გიწევს outlier-ების მოშორება აქტივაციებში და ეხა ის კეთდება მე როგორ სხვადასხვა ტექნიკებით რა. მაგალითად GPT-Q მოდელი იყო ხოლმე ბიბლიოთეკა და მე შეეცვალა ეხა ანუ VLLM-ში არის ან შეიძლება ხო მოკლედ ბიბლიოთეკებს ნახავთ რა მე რო რამე სამ მეთოდი არსებობს რა. GPT-Q არის მაგალითად მეთოდი, რომელიც ჰესიანებს იყენებს და layer per layer აკეთებს კვანტიზაციას და ნელი არის. მაგრამ საკმაოდ კარგ შედეგს ძლებს. ეს activation aware quantization-იც დაახლოებით რაც იგივე სტილის არის რომ კალიბრაციის დასაძლევ რაღაცა რა. ის არ ამხსნია. რატო გვჭირდება კალიბრაციის დასაწყები? მოდით კითხვა დავსვათ. რატო გვჭირდება? რატო არის საჭირო? მაგის გარშე რას ვიზავთ? ვაკიდები?
ოკეი. მაშინ ეგეთი კითხვა. რას ნიშნავს აი ეს გრაფა რა ფაქტობრივად აქტივაციებს რო უყურებთ რა. რას ნიშნავს ეგ? ეგ კითხვა მაგან. მაგალითად LLM-ი ავიღოთ რა. LLM-ი რა არის? არის ზონები გვაქვს ხო? მატრიცებია ზონები. შემოგდის რაც input-ი, ვაქცევთ embedding-ებად და უბრალოდ წრფივი ალგებრა. მოვიდვართ მივედინებთ. შეგვიძლია თუ არა კალიბრაციის დატასეტის გარეშე გავიგოთ რა არის აქტივაციების ну რა რენჯი არის აქტივაციები განაწილებული. მაგნიტუდა რა არის აქტივაციების რა. ანუ input-ის გარეშე? აჰა. ვერ გავიგებთ. ვერ გავიგებთ. თალე. შესაბამისად, მაგიტო გვინდა კალიბრაციის დატასეტი რა. თან LLM-ი ხო რაც ისეთია რომ შეიძლება რაღაც მომენტში იყენებდე ერთი ტასკისთვის, რაღაც მომენტში მეორე ტასკისთვის რა. მაგალითად თუ გინდა რომ ის სიტყვაზე რო თქვა, თარგმანისთვის გამოიყენო LLM-ი მარტო რა, ადგები და ამ თარგმანის ტასკი გექნება კალიბრაციის დატასეტად და დაადგენ, როდესაც ამ თარგმანის ტასკის ვაცდევთ ამოსლის აქტივაციებს მაგალითად. და ახლა რაც მათემატიკაზე დიდი ალბათობით სხვა აქტივაციები გააქტიურდება უფრო მეტად და ნუ აი შეიძლება ვაფშე განსხვავებული სურათი ქონდეს რა. მაგიტო კალიბრაცია კარგი არის მაგ მხრივადაც რა ჩვენ კიდე რაღაც კონკრეტული ტასკისთვის გამოიყენო უმეტესად LLM და მოდი აბა ამ ტასკისთვის input-output-ები შევკრიბოთ. ნუ უпроსად input-output-ების არ გინდა იდეა შევანო, უпроსად input-ები შეკრიბო. და შევშო ყველაფერი LLM-ში და ნახო რა მოვა აქტივაციებს. ეგა კალიბრაციის დატასეტი. რომ რაც ესეთი გრაფა ქონდეს და მე რომელიმე ალგორითმი გამოიყენა, რომელსაც რაღაცა ბიბლიოთეკა დაასაპორტებს და მაგის მიხედვით გადაწყვეტა თუ როგორ გააკეთო კვანტიზაცია. ანუ ეგ მოგცემს ყველაზე კარგ შედეგს რა. როგორც არსებობს ახლა. და ხანუ რაც სანსაჭირო ტექნიკა არის, ბევრ ამას შეიძლება გამოგადგეთ რა. მაგას ვიტყოდ. აჩქარებს კიდეც inference და memoriaსაც გემცირებს. ახლა გადავიდეთ LoRa-ზე. LoRa-ც რაც ალბათ ნებისმიერ ისეთი ტასკი ოლიმპიადაზე მაგალითად, სადაც იქნება LLM-ის ტრენინგი, იქნება საჭირო LoRa გამოიყენოთ. ნუ ჩემი აზრით რა, იმას მინდა ხაზი გავუსვა, რომ ძალიან საჭირო არის. როდესაც გვინდა რომ მაგალითად 3 მილიარდიანი ლამა დავაფაინტუნოთ რაღაც კონკრეტულ data set-ზე. მაგ შემთხვევაში მთელი წონების შეცვლის ნაცვლად გვინდა რომ ბევრად უფრო პატარა სეტი გქონდეს trainable პარამეტრების. და მარტივად ახსნე ხა რა არის LoRa, შეგიძლიათ იმას ქნათ რა ქვია. papers აიკითხოთ, სხვა ტექნიკებიც ნახოთ, ბიბლიოთეკები ნახოთ რა თქმა უნდა. და ასე შემდეგ. არა იდეურად მარტივი რამეა რა. იდეურად რაც ვაკეთებთ არის რა, ნებისმიერი NN ლინიარი. აი თორჩი რო გვაქვს რა. ან ნებისმიერი წონა კონკრეტული. არის მატრიცა. ეს მატრიცა გაშვება. ეს მატრიცა შვება რომ ვექტორი, ამ შემთხვევაში რაც D ზომის ვექტორი გადაყავს K ზომის ვექტორში. რა სტეპის ტრანსფორმაციას აკეთებს, მე გვაქვს აქტივაცია ზემოთ. კი ბატონო. ეხლა არის ეგეთი თემა, რომ იდეაში შეიძლება გვინდოდეს, რომ მცირე ზომის რანკის მატრიცებად წარმოადგენს ეს დიდი მატრიცა რა.
და იგი ნიშნავს, რომ ზოგადად ან მატრიცაში წერტილებიდან თუ გახსოვთ, გვაქვს რაც დამოუკიდებელი სვეტების რაოდენობას რა უყურებდით ხო, არ ვიცი. გახსოვთ თუ არა, უბრალოდ, მაგრამ ზოგადად ხო რაც რანკი შეესაბამება, იმას თუ რამდენი დამოუკიდებელი სვეტები გვაქვს რა, ან სტრიქონები გვაქვს. შესაბამისად, შეიძლება თუ რამდენიმე სვეტი ან სტრიქონი არის დამოუკიდებელი, იდეაში ყველას ესე მოცემა ან არა საჭირო და შეგვიძლია დავუკვანტოთ, ასე რომ ვთქვათ, რომ კომპრესიონი გავუკეთოთ მატრიცას. შესაბამისად, თუ ჩვენ წარმოვადგენთ, რომ ეს დიდი მატრიცა არის პატარა რანკის, შეგვიძლია რომ გქონდეს შესაბამისად ორი მატრიცა ამასთან ერთად, რომელსაც ვიტყვით, რომ მოდი ამათი რანკი იყოს 16 სიტყვაზე. ან კაი, აქ 8 არის მისამთ, 8 იყოს რანკი. და იდეაში ხა აქ რო შევუშვებთ, რა მოხდება. ანუ ბეზომის ვექტორი ქონდა ინპუტად, ამას ეს გადაიცემა ჩვეულებრივ და შემდგომ ეს რო გამრავლდება, ან ინპუტი რო გამრავლდება ბეზე, გვექნება ისევ თეზომის ვექტორი და გვექნება შემდგომ რანკის ზომის ვექტორი, რანკის ზომის ვექტორი კიდე გამრავლდება კაზე და გვექნება კაზომის ვექტორი. ანუ მათემატიკა მუშაობს რა, იმის თქმა მინდა რომ ამ შემთხვევაში D-დან K-ში რო გადავდიოდით, ამ შემთხვევაშიც D-დან K-ში გადავალთ. არაფერი არ ფუჭდება. ერთადერთი რაც გვაქვს უპირატესობა ამ შემთხვევაში არის რომ ბევრად უფრო ცოტა სატრენინგო პარამეტრი გვაქვს. ანუ D ჯერ K თუ იყო მაგალითად 16.7 მილიონი, ამ შემთხვევაში გვექნება 65,000 მარტო. ანუ ძალიან მომცირებთ რა სატრენინგო პარამეტრებს. და შესაბამისად რაც გრადიენტი რაც გვინდა რომ დავთვალოთ, მოგვიწევს ან ცოტა ინფორმაცია შენახვა რა. ანუ გრადიენტები ცოტა გვექნება, იმიტომ რომ ეს გაყინული გვექნება რა. აი რო შევაჯამო ლორა როგორ მუშაობს, არის რომ შესაბამისად გვაქვს რაც მოდელი საწყისი. ამ მოდელში, ეს წონები გვაქვს, რაც მატრიცები გვაქვს. ჩვეულებრივი მოდელია რა. და მიზანი გვაქვს, რომ მოდი რაღაც ნებისმიერი NN ლინიარი ავუყოთ. გვაქვს ეს ორი ახალი მატრიცა. და ეს კი გაყინული გვექნება, მაგრამ ხა ამ დროს ინფერენსისას თუ გვექნებოდა რომ უბრალოდ ამ W-ში გავატარებდით, ამ შემთხვევაში მოდი ორივეში გავატაროთ და ავჯამოთ. ანუ გავატარებთ რაც საწყის გაყინულ მოდელში, მოდელის ზონაში. და ასევე იგივე ინფუტს გავატარებთ ამ ჩვენ რასაც ვატრენინგებთ მაგ ზონებში და ავჯამოთ. და რა ხდება რა უპირატესობა გვაქვს შესაბამისად. სატრენინგო პარამეტრების რაოდენობა არის ძალიან მცირე. იდეაში ზოგადად რო შევხედოთ პარამეტრების რაოდენობას ვამატებთ. ეგ შეიძლება რაღაც მათში მინუსი იყოს, მაგრამ ამ შემთხვევაში ოკეია, იმიტომ რომ შეგე რაოდენობა ემატება ძალიან. და შედეგია მაგარი რა. შედეგით ამ რანკის ზომაზეა რაღაც მხრივ დამოკიდებული, მაგრამ რანკის ზომა თუ იქნება 8 მაგალითად საკმაოდ მცირეა. შეიძლება რაც 32-ზე უკვე იმდენ კარგი შედეგი იყოს, რომ ჩვეულებრივ ღირდეს რა, მაგის გამო ხდება. მაგრამ 8-ზეც შეგიძლიათ რა ალბათ რა. ესეთი არა ხა საუკეთესო რომელია ვერავინ ვერ გეტყვის, ან გატესტო უბრალოდ და რომელიც კარგად იმუშავებს ტასკზე, ეგ იქნება კაი. მაგრამ მთელი მუღამისა რომ ბევრად უფრო ჩქარა დაატრენინგებ, როგორც მინიმუმ დაატრენინგებ მოდელს და ეს მოდელი შეიძლება საკმაოდ დიდი იყოს.
რამე კითხვა არ გაქვთ ამაზე? ოკეი. კაი. კარგი, ახლა მოდი Q-Lora ავხსნათ დაახლოებით რა არის. Q-Lora იდეაში არის, რომ აქ ხო რაც მოდელი ქონდა, ნებისმიერ ამ მოდელიდან ნებისმიერ ზონას ავუყებდით სიტყვაზე. და ნუ შევქმნით ამ B და A მატრიცებს და ინფერენსის რაც forward-ის path გადავაკეთებდით ისე, რომ ორივეს შევშვედით, ავჯამოვდით და მარტო ამათ ზონებს ვცვლით. Q-Lora-ში ეს საწყისი გაყინული მოდელი გვექნება დაკვანტული. ეგ კიდევ უფრო კარგია, იმიტომ რომ ან დაკვანტული რო გვაქვს შესაბამისად რაც ბევრად უფრო დიდი მოდელის ტრენინგი შეგვიძლია და საკმაოდ კარგი ხარისხით რა თან. ხო, ნუ მაგიტო ბევრად უკეთესი არის რა, მარტივად რა თქვა. თუ საკმაოდ დიდი მოდელის ტრენინგი გიწევთ. ნუ ეხლა ჩემი მოსაზრებით თუ Lora საკმარისი არის Q-Lora ჯობია არ გამოვიყენოთ, ანუ თუ რესურსები გვყოფნის მაგისთვის. თუ არ გვყოფნის, მაშინ Q-Lora კიდევ უფრო დაგვეხმარება მაგ ამბავში. და იდეაში Lora თლიანი მოდელის fine-tuning-თან ძალიან ახლოს არის რა. და შეიძლება რაღაც მომენტებში უკეთესიც იყოს, ვიდრე თლიანი მოდელის fine-tuning-ი გააკეთო. იმიტომ რომ თლიანი მოდელის fine-tuning-ი ზოგჯერ იწყობს იწვევს catastrophic forgettings. რაც ნიშნავს, რომ მაგალითად რა ვაკი ინგლისური LLM-ი გვინდა ქართული ვასწავლოთ ქართული და ავიწყდა ინგლისური. ანუ ეგა პრობლემა. და Lora ეგეთ პრობლემებს აგვარებს კიდეც რა. და იმას მაგასთან ერთად ან ნუ ბევრად უფრო მოსახერხებელი არის. ოკეი, რამე კითხვა ხო არ გაქვთ? კარგი. ნუ ესე რაღაც მომენტში რა ვიცოდეთ? ბიბლიოთეკები სამხრივ რა. FT-ის ბიბლიოთეკა არსებობს, რომელიც ასაპორტებს Lora-ს და Q-Lora-საც ალბათ და Hugging Face-ში შედის ეგ ბიბლიოთეკა, ანუ Hugging Face თუ გვაქვს, შეგვიძლია გამოვიყენოთ და შეგიძლიათ ნახოთ, ან საკმაოდ მარტივი პროცესი არის გამოყენება რა. ნუ იდეაში თვითონ პროცესიც მარტივი არა, როგორც ახსენეთ. და ასევე არის ეგეთი ბიბლიოთეკა, რომელსაც ქვია Ansloty და Ansloty-ის ბიბლიოთეკაში არის ყველა მოდელი არა, რაღაც მოდელები არის გამორჩეული და ამ მოდელებზე კიდევ უფრო აჩქარებული არის ტრენინგი. რაც ნუ მაგარი არის, დაჟე უკეთესი ხარისხიც არის ხოლმე წესდარიგეთ და მთელი დოკუმენტაცია იწერება. შეიძლება შარშანგანი იყო, რომ რაღაც ტასკებში Ansloty-ც იყო მოცემული რა, ანუ ბიბლიოთეკაში მაგალითად. არ ვიცი, ეგრე მახსოვს. მანტო შენ გამახსოვრება აქვს. კი, მასა იყო. შესაბამისად ხანუ რაც გირჩევთ რა მაგალითად Ansloty რა ნახოთ რა როგორ მუშაობს რაღაცა არაფერი კომპლექსური არა კოდის ხო და გადავიდეთ ბოლო თემაზე. ბოლო თემა შეეხება დისტილაციას. რატო აი თქვენი აზრით რატო შეიძლება დაგვჭირდეს დისტილაცია? რაც იდეები ჩამოყალით რა. რომ უფრო პატარა მოდელი მივიღოთ. კი ბატონო. ოკეი. იყოს ეგ და კარგი.
უფრო პატარა მოდელი გვინდა მივიღოთ. ამ დისტილაცია არის, ორ სახეობად შეგვიძლია დავყოთ რა. ერთი არის, როდესაც დისტილაციას ვაკეთებთ მოდელზე, რომელზეც უშუალო შეხება გვაქვს. მაგალითად, მაგის წონები გვაქვს კომპიუტერში ჩამოწერილი, მარტივად რა ვახსნა. მეორე ვარიანტი არის, როდესაც დისტილაციას ვაკეთებთ black box მოდელზე. მაგალითად, გვინდა რომ ოპოსი მაგარი არის და მოდი ოპოსის დისტილაცია გავაკეთოთ რა. არავინ არ მოგცემს მაგის წონებს, შესაბამისად, დატას დააგენერებ მაგისგან და რაც მაგაზე დაატრენინგებ მე მოდელს. ჩვენ უფრო დაინტერესებული ვართ, როდესაც წონები გვაქვს, იმიტომ რომ ბევრად მეტი ინფორმაცია გვაქვს რა, მაგ შემთხვევაში იქ რაც საბოლოო ტექსტი გაქვს ინფორმაცია და აქ ყველაფერი გაქვს რა ფაქტობრივად. შეგიძლია შეხედო და რამე დასკვნები გამოიტანო. Okay. რა არის ახლა დისტილაციის შემთხვევაში ხოლმე ლოს? ამ შემთხვევაში რაც გვაქვს სატრენინგო მონაცემები, გვაქვს teacher მოდელი და გვინდა დავატრენინგოთ student მოდელი. Student მოდელის ტრენინგისას ლოსი იქნება ორ ნაწილიანი. ერთი ნაწილი იქნება ნაწილი, სადაც rollerbruu დაატრენინგებდი. მაგალითად რაც LLM შემთხვევაში უბრალოდ ტექსტი გააგრძელო ეტყოდი რა. და cross entropy loss-ი იქნებოდა, ხო? ეგ არის პირველი ნაწილი. მეორე ნაწილი არის რომ teacher-დან წაიკითხო რა იყოს განაწილება სხვადასხვა ტოკენების. მაგალითად 2% იყო რა. 2% მაგალითად საღლი ეგონა, რაც კატა ეგონა ამდენი პროცენტი, ოქსი ეგონა და პიერი ეგონა ამდენი პროცენტი. ეს გვაქვს teacher მოდელისგან რა. ჩვენი მიზანი არის რომ ეს ინფორმაცია გამოვიყენოთ. იმიტომ რომ რაც კლასიფიკაციას რო შეხედო ახლა იმიტომ რომ მან ალბათ ან იყოს LLM-ი, ხა. LLM-ში სეფლინგისას ხო ყოველთვის ან ტემპერატურა ნული არ გვაქვს რა, მაინც ხო საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს. როდესაც ვაგენერებ ტექსტს. და მაგიტო შეგვიძლია რომ ეგ ინფორმაცია მთლიანად გამოვიყენოთ. ანუ მარტო ის არ გქონდეს რა, რომ ამ ground truth-ი კი არა და ანუ რას top 1 ავარჩიე მაგალითად რა, ტოკენი. მარტო ეგ ინფორმაცია არ გამოვიყენოთ და გამოვიყენოთ მთელი დისტრიბუცია. იმიტომ რომ ეგ მთელი დისტრიბუცია ასევე საკმაოდ ვალიდურ შედეგს გაძლევს ყოველთვის რა. მაშინ როდესაც სემპლავთ teacher-ის შემთხვევაში. და მაგიტომ მაგას ვაკეთებთ. ტემპერატურა გვაქვს, ტემპერატურა საზღვრავს რამდენად დავასმოთოთ ან დავშარპოთ ჩვენ teacher-ის დისტრიბუცია, რაც გვქონდა. და მაგას ვუმატებთ რა. ანუ საბოლოოდ უფრო მეტი ინფორმაცია გვაქვს უბრალოდ რა, ეგრე გამოდის. როდესაც loss დავუთვლით. ერთადერთი რაც არის განსხვავება და საინტერესო არის რა უკეთესი შედეგი იდება ხოლმე, როდესაც გამოვყენებთ შებრუნებულ child divergence. ანუ ჩვეულებრივ შემთხვევაში, როდესაც მოდელს ატრენინგებ, მაგ შემთხვევაში გვაქვს რა forward child divergence ქვია მაგას ხოლმე რა. რომ რაც გვინდა რომ რეალური დისტრიბუცია დაიმეჩოს, რაც true objective-ი დავარქვით რაც არ არსებობს აქაური არა, მაგრამ training data-დან ვაკეთებთ ამ training data-ს ვამსხავსებთ მოდელს, ხო? დისტრიბუციებს რა. შესაბამისად ხო მიზანი გვაქვს რომ ეს დისტრიბუცია რაც შეიძლება ახლოს იყოს რეალურ დისტრიბუციასთან. და ამ შემთხვევაში შეგვიძლია შევაბრუნოთ. ახლა მარტივად რა ახსნა რა თუ ჯობია რა. არის ეს გრაფი.
რაც ძალიან მომწონს. ნუ რა თვისება ახასიათებს, ან აქ შეგვიძლია დავაშფოთოთ, რომ ზოგადად forward Kyle divergence რა თვისება ახასიათებს, reverse Kyle divergence რა თვისება ახასიათებს, რა. Forward-ი პრობლემა არის იმაში, რომ თუ გვაქვს მაგალითად ეს ბიმოდალური დისტრიბუცია რა. ეს გაუნება forward-ი ყოველთვის, რომ აქ მაღალი პენალტია, იმიტომ რომ შენი ეს დისტრიბუცია, აქ საკმაოდ მაღალი ვეითები არის მაინც რა. ხო ჩანს არ ვიცი ეს. ესე იყოს. forward Kyle divergence-ისთვის ეს პრობლემაა რა. ეტყვის რომ აქ მაღალი პენალტია, იმიტომ რომ ამას არ ფარავ. შესაბამისად რა იქნება, ასე რომ ვთქვათ, ოპტიმალური solution-ი. ოპტიმალური იქნება ეს, რომელიც დაახლოებით თანაბრად ფარავს რა. ახლა რა წარმოვიდგინოთ, გვაქვს LLM-ი და გვინდა დავატრენინგოთ LLM, ანუ teacher LLM-ი გვაქვს და student LLM-ი გვინდა შევქმნათ. ეს ძალიან ცუდი შედეგია, იმიტომ რომ ორი სხვადასხვა ტოკენზე თუ იქნებოდა მაგალითად, ან ტოკენების subset-ზე ეგეთი ეგეთი დისტრიბუცია თუ იქნებოდა ბიმოდალური ან რამდენიმე მოდალური, რა მნიშვნელობა აქვს? საბოლოო შედეგად მივუყვებდით იმას, რომ ვაფშე სხვა ტოკენებზე გვექნებოდა მაღალი ალბათობა რა. გასაგები არის, რატო არის forward-ი ცუდი. მოდი ამას გადავალთ და მე არ დავშეხეთ. ამ შემთხვევაში რა ხდება? ანუ ეს არ მითქოს, მაგრამ მოგხვდით, რომ Kyle divergence-ი არასიმეტრიული მეტრიკა არა. არასიმეტრიული divergence-ი არის. ანუ P-სა და Q შორის, Q-სა და P შორის ეგ არის განსხვავება. Forward-ი და reverse-ი მაგით განსხვავდება რა უბრალოდ. ამ შემთხვევაში reverse-ის შემთხვევაში ჩვენი პრობლემა არის ის, რომ ნულოვანი განაწილებები დაიმტყოს რა. შესაბამისად, რასაც ეს იზრდებს არის, რომ ერთ კონკრეტულ modality-ზე იტყვის, რომ მოდი ეს მაინც გავაკეთოთ როგორც teacher მოდელში არის მოცემული. თავარი არის, რომ ის ნულები, სადაც ნული უნდა იყოს განაწილება, ეგენ დავამტყუეთ. ანუ იდეურად რო ახსნათ, გვეუბნება, რომ არასწორი პასუხები აქვს თქვა. და რამდენიმე სწორი პასუხი თუ არის, რაც ერთი თქვა რა, როგორც მინიმუმ. და ჩვენი მიზანი იდეურად ეგ არის ხოლმე რა, როდესაც პატარა მოდელს ატრენინგებ, იმიტომ რომ ვიცით, რომ რაც ფელი მცოდნას პატარა მოდელში ვერ ჩაატევ, თუ რა თქმა უნდა დიდი მოდელი უბრალოდ ტყუილად გავერილია რა. და შესაბამისად, რადგან ეგ გვაქვს მიზნად, ოკეი ვართ იმაზე, რომ ეს დავუკარგოთ რა მაგალითად ეს მოდალურობა. და შეიძლება ტოკენების მაგალითზე იყოს, რომ უფრო სწორხაზოვნად ლაპარაკობდეს მაგალითად. უფრო ნაკლებად იყენებდეს სხვადასხვა სიტყვებს, სხვადასხვა ტოკენებს ასე შემდეგ. მაგრამ მაგაზე ოკეი ვართ, იმიტომ რომ ამას ჯობია რა ბევრად. ვიდრე ვაფშე აბალ განაწილებიანს უფრო მეტად იყენებდეს. გასაგები არის, განსხვავება არის forward Kyle divergence-სა და reverse Kyle divergence შორის. ოკეი. მაშინ კითხვა. რატო არ ვყენებთ reverse Kyle divergence ჩვეულებრივი ტრენინგისას?
როგორი ჩვეულებრივი, ანუ აი LLM-ს ატრენინგებ data გაქვს რა, teacher-ი არ იყავს. აქ შეფაშ forward guide divergence არის loss-ი რა. cross entropy loss-ი მაგალითად ეგაა ხო? რატო არ უყენებთ reverse guide divergence? არ გვაქვს იდეები? იმიტომ რომ label-ი ხო მან one hot-ი არის, ანუ label-ი არის one hot-ი, ეგრესაც ერთი პასუხი არის, ანუ დისტრიბუცია ნამდვილი იქნება 1 და ყველგან 0 სხვაგან. მაგალითად. ნუ შენ ხარ რაც კონკრეტულ sample-ს უყურებ რა, ხო ზოგადი დისტრიბუციები არის. დისტრიბუციებზე ლაპარაკი. ანუ რას გულისხმობ მაგით რა? LLM-ი, ანუ ამ შემთხვევაში ეს კი რაც ერთ მაგალითს ახსენე ხა მაგალითად რა, მაგრამ რაც ვამბობთ რომ teacher student-ის განაწილებას გვინდა დავამტყიოთ, სტუდენტის განაწილება რა. ეგ არნიშნავს რომ რაც კონკრეტულ sample-ზე იგივე პროცენტები მინდა დაახლოებით გქონდეს. ეგ მათგან გამოდის. იმას ნიშნავს რომ ზოგადად ეგ ან ნებისმიერი მოდელი ზოგადად რაც მოდელირებას აკეთებს ხო? მაგით აქვია მოდელი. ეს მოდელირება არის n-ის შემთხვევაში რომ px-ი ავსახოთ. px-ი არის ნუ n-ის შემთხვევაში x-იური რო აირჩიო და პირობაში მაგის იურზე ნაკლები მისცა ყველაფერი. ეგეთები რო გამრავლო უბრალოდ 0-დან იმდე მოგცემს px რა. თავიდან ბოლომდე რო გამრავლო. ან ეს თქვაც მინდა არის რა, საბოლოო თელი მოდელი რაც px ასახავს რა. და ჩვენ მიზანი არის რა ეს px-ი და qx-ი როდეს ვლაპარაკობთ რა teacher student-ის შემთხვევაში. მიზანი გვაქვს რა დავამტყიოთ რა ეს ორი დისტრიბუცია ერთმანეთს. ამ შემთხვევაში რაც pz-ი მაგალითად არის teacher student-ის განაწილება. და qz-ი არის ნუ იქნება მომავალში რო დავატრენინგებთ სტუდენტის განაწილება. forward-ი ნიშნავს რომ pq ანუ კაირს ვაკეთებთ pq-ზე. p არის teacher-ი რა. და შებრუნებული ნიშნავს რომ კაირს ვაკეთებთ qp-ზე. რაც q ანუ იგივე რა, რაღაც p არის teacher-ი, q არის სტუდენტი. ადგილები იცვლება. როდესაც ვატრენინგებთ ხო, ას 0-დან მოდელს teacher-ის გარეშე. ამ შემთხვევაში რა გვაქვს forward-ში ხოლმე? forward-ში გვაქვს ეს p data გვაქვს იდეაში, datis ზოგადი მთელი სატრენინგო datis დისტრიბუცია და q გვაქვს. q არის მოდელი, რასაც ვატრენინგებთ. ანუ ხუთები საიტკენ უდივარ ანტად. შენ რომ ამბობ რა, ხო ანუ შენ რომ ამბობ რაც one hot-ი არია, რომ ამბობ რა რეალურად ბევრად უფრო მეტი რაღაც კეთდება, ვიდრე უბრალოდ სიტყვის ანუ შემდეგი სიტყვა და ამ predict-ე რა. მე ვამბობ რა მთელი ან true objective რაც true distribution რო წარმოვიდგინოთ, რომელიც ასახავს რა მთელ ენას რა. ამ შემთხვევაში რაც მაგის მიახლოება გვინდა, ვიყენებთ forward guide divergence. და ანუ ის რაც კონკრეტულ sample-ზე ესე იმუშავებს, ან ესე იმუშავებს, მაშინ შენ ვამბობდი რომ one hot-ია, მაშინ არც forward-ი უნდა მუშაობდეს და არც reverse-ი უნდა მუშაობდეს, მაგრამ forward-ი მუშაობს. და reverse კიდევ ვერ დავთვლით, ეგაა პრობლემა. იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით რა არის რეალურად p data. ანუ p data არ შეგვიძლია გადმოვცეთ რა. და მთელი მიზანი ეგაა ტრენინგის ხო, რომ რაც p data-ს ვამბობთ რომ არის ეს რაც proxy, ასე რომ ვთქვათ, true distribution-სთან. და ჩვენი მიზანი არის რომ ამ datis დახმარებით მივამსგავსოთ
QZ PZ P data Z-ს რა. და რავი, ანუ cross entropy საიდან გამოდის? მაგას თუ გავიხსენებთ იდეაში. მივხვდებით, რომ forward cache-ში თუ შეგვიძლია რომ წონები დავაპდეითოთ, იმიტომ რომ ნუ ეგრეთ ჩდება საბოლოოდ. reverse cache-ში მაგ ყველაფრისთვის საჭირო იქნებოდა რომ ვიცოდეთ რა არის რეალური დისტრიბუცია. რეალური დისტრიბუცია არ ვიცით. იმიტომ მაგის მიახლოების სწავლა გვინდა გაკრას. და მაგიტომაც ვერ გამოვიყენებთ ვერასდროს reverse cache-ს რა. მივხვდით თუ შეიძლება უფრო დაგაბნეთ ის. არის. აი ამ ფოტოში ზუსტად P და Q რა არის? კარგად ვერ მოხვდა. დაი. ამ ფოტოში P და Q არის. ნუ აი მარტივია ესე რომ წარმოვიდგინოთ რა ტოკენ ან მაგით დავიწყო ტოკენებით, მაგრამ უბრალოდ დისტრიბუცია. ორი დისტრიბუცია გვაქვს მოცემული. ეხლა არ ვილაპარაკებ LLM-ზე, არ ვილაპარაკებ მოდელზე, ვილაპარაკებ მარტო ალბათობით და რაც დისტრიბუციებით და სტატისტიკის ენაზე რა. რას ნიშნავს ეგ ახლა? გვაქვს ორი ბიმოდალური დისტრიბუცია გვაქვს, რომელსაც ვეუბნებით, რომ ვამბობთ, რომ ეს არის PZ. და QZ არის დისტრიბუცია, რომელსაც ვსწავლობთ. და რა მოხდება, როდესაც ვისწავლით forward cache-ის დახმარებით? ეგაა კითხვა. და ვიღებთ ამ შედეგს. reverse cache-ის შემთხვევაში ვიღებთ ამ შედეგს. ანუ ეს ნიშნავს, რომ forward cache-ის შემთხვევაში ჩვენ ვსწავლობთ საშუალო ცოტა ის გლახურად რო ვთქვათ რაც საშუალო დისტრიბუციას teacher-იდან რა. reverse cache-ის შემთხვევაში ჩვენ ვსწავლობთ რომ რომელიღაც ერთთან რამდენიმე მოდალურობას თავარია რომ არასწორი პასუხები ვიცოდეთ რომ არასწორია. არა, ეს ანუ რაც კონკრეტულად ტოკენებით და რაც ერთი forward pass-ის შემდგომ რა ხდება ეგრე რა უყურო. დამაბნეველია რა. და რომ ეგ არის რაც პირობითი ალბათობის დისტრიბუცია იქნება ხო მაგ შემთხვევაში. და მე ვამბობ, როდესაც მაგათი ნამრავლი გაქვს სიტყვას. ხომ მთელი ენაზე ან PX-ი რა არის ეხლა რო დასვა რა, ენის შემთხვევაში არ ვიცი როგორ უნდა ახსნო. ისეთი რა, იდეურად რთული ასახსნელია. მაგრამ PX-იდან რო დასემპლო მაგალითად ხო, მოგცემს სხვადასხვა ტექსტებს. და ეგ იქნება მაღალ ალბათური ტექსტები. და PX-იდან დასემპლო როგორც ხდება, არის როგორც LLM-ი მუშაობს ამ შემთხვევაში, რომ საწყისი ტოკენი გვაქვს და უბრალოდ აიღწევს მე LLM. ალბათ უფრო დაიბენი, მაგრამ უფრო უნდა წარმოიდგინო ალბათ რა, ეგეთი რაღაცა. მაგრამ ცოტა ისე რომ იფიქრო და იმშელო, რომ მარტო მაგალითად დისტრიბუციებს რა მოსლის. მაშინ გამომდინარე ვიხვდები მაგალითად teacher student-ის შემთხვევაში რატო ჯობია ეს რა. ამ შემთხვევაში Q-დან ნებისმიერ წინადადებას თუ დასემპლავდი, ეს წინადადება შეიძლება ბევრად უფრო ნაკლებად ალბათური ყოფილიყო. იმიტომ რომ ამ case რაღაც აქედან დაესემპლა მაგალითად რა კონკრეტული წერტილი. რაც PZ-ისთვის
ისეთი რაც დაესემპლა, მარტივად რო ვთქვათ, რაც PZ-ისთვის ნაკლებად ალბათურია. და reverse კაელის შემთხვევაში იქ ნაკლებად ხდება. ანუ იქიდან მაგაზე არის უფრო მეტად პენალტი ასოცირებული, რომ იქიდან არ დასემფლო, სადაც ნაკლებად ალბათური არის. და ჩვენ რატომაც ვიყენებთ, არის რომ უბრალოდ ეს შეგვიძლია, რა. ის არ შეგვიძლია. იმის მიახლოებას მათემატიკურად ვერ აკეთებ, ამისას აკეთებ. ეს კრიტიკიდან ტრეინინგს. ხუთი დაახლოებით თუ კი მგონი. ოკეი. აი პრაქტიკული ნოუთი ის იყოს მაშინ რომ გავიაზრეთ თუ გავიაზრეთ რომ reverse კაელი უკეთესად მუშაობს ხოლმე. ნუ არის შეიძლება ყოველ შემთხვევაში მე რა paper-ს წამიკითხავს და რაც მომირისებია ხოლმე ამ თემის ფარგლებში გარშემო reverse კაელი უფრო სტაბილური არის. შეიძლება რაღაც კონკრეტული ემპირიული შემთხვევაში forward-ი ჯობდეს reverse კაელს რა, მაგრამ ანუ უმეტესად ეგრეა ხოლმე რა. შესაბამისად ეგეთი ტასკი თუ მოგივიდეთ გეცნობათ როგორ მივუდგეთ რა ამ დიქტაციის საქმეს. ან კაელს ათვლი ამ შემთხვევაში უკუღმა. კაელის ათვლა კიდე ფორმულას ნახავთ რა, ან დააწერინოთ იმ პატარა ელემენტსა. ეგა. კარგი. ეს ცოტა ესეთი თემა იყო. კომპლექსური. კითხვა არ ვიცი. თუ არ გაქვთ ალბათ თულად ავხსენი შეიძლება და მაგით არ გაქვთ. ანუ უფრო მეტად რაც მაინტერესებს არის რომ პრაქტიკულად მაგალითად რა დროს რა გამოვყენოთ მაგის რავი ან ეგ დაგვემატა თუ არა რა ეგ ცოდნა რომ აი მაგალითად მოვიდა ტასკი ისეთი რომ გვაქვს ინფერენსი გასაკეთებელი დიდი მოდელის და რაც გავაკეთებდით მაგ შემთხვევაში რა გვაქვს აი ას დიდი მოდელი ინფერენსი გასაკეთებელი გვაქვს პატარა GPU ეგეთი კეისი განვიხილოთ ამ შემთხვევაში რა ხერხებს მივმართავდით ეგ მაგითო quantize კი ბატონო კვანტიზაცია თუ გვინდა რომ ტრენინგი გავაკეთოთ ან fine tuning-ი ლორამაში ოკეი თუ გვინდა რომ დისტილაცია გავაკეთოთ ლოსი როგორი გვექნებოდა reverse KL ოკეი ეს არის თავარი პოინტები ძალიან რომ პრაქტიკულად მივუდგეთ რა გჭირდება რა კაი რამე სხვა კითხვა არ გაქვთ ედია თავარი პოინტი ზოგჯერ შემთხვევა არ არის რომ forward KL უკეთესი იყოს შეიძლება იყოს მე უბრალოდ რავი რომ რაღაც პეიპერები მაქვს წაკითხული სადაც მახსოვს რომ მოდენ რომ reverse KL ისტორია კლოდმაც ეგ მითხრა რა მაგრამ იქნება ალბათ რა ემპირიული შემთხვევები სადაც ამან აჩობა სიტყვაზე აი რაღაც პატარა CNN-ი თუ გაქვს მანდაც reverse KL ჯობია არ ვიცი ვერ გეტყვი ანუ შეიძლება რა დროს ჯობდეს იცი იმ დროს ჯობდეს როცა ანუ რაღაც აი ამ შემთხვევაში შეიძლება ეს PZ-ი კი ბაზარი არა ესეთი ფორმისაა რა არა რეალური დისტრიბუცია რაც გვინდა რომ
წარმოგსახოთ რა. ამ რეალურში ანუ ძალიან პროსტა უნდა წარმოიდგინოთ რა, იმიტომ რომ რეალურად საბოლოოდ რაღაცის აპროქსიმაციას ვაკეთებთ ხოლმე, რომელიც არაცხადია რა. და ანუ რაც რეალური დისტრიბუციის შემთხვევაში ნებისმიერ კლასიფიკაციაზე სიტყვაზე რაცა ეს პეზეტიციდიაში ცდილობს რომ რაღაცის მსგავსი იყოს რა, მაგრამ ესეთი ფორმა თუ მიიღო და იმის მიუხედავად რომ ესეთი ფორმა მიიღო, ამათ შორის მაინც ვალიდური ინფორმაცია არის. ანუ აქედან რომ რამე დავსემფლოთ ან რაც კლასი მივსე და მივანიჭოთ იმის თქმა მინდა რომ შეიძლება საბოლოოდ იმის მიუხედავად რომ დისტრიბუცია მივიღეთ ესეთი და ესეთი საბოლოოდ იმ რაც ნამდვილ ობიექტივთან მაინც უფრო ახლოს ვიყოთ ვიდრე ამ შემთხვევაში ვიქნებოდით რა. ანუ ის რომ საშუალოდ კარგი ვარ შეიძლება უკეთესი შემთხვევა იყოს ვიდრე აქ რაღაც ერთ კონკრეტულ кейსში ვარ კარგი რა. მაგრამ მე გირჩევ რომ რაც კონკრეტული кейსებისთვის მაგალითად ნახო რაც კლოც კითხო მაგალითად რომ აი აქ რას ფიქრობ შეიძლება რაც პეიპერი ნახო მე და უფრო მეტად ჩავორმავ და გაერკვა მაგ თემებში რა. ვიჟენისავე შეიძლება მაგალითად რა ფორვარდი უკეთეს შედეგს დევდეს. LLM-ის დისტილაციებზე რაც ამიკითხოს ხოლმე მან და ფორვარდზე უკეთესია რივერსდიო მაგას ამბობენ ხოლმე რა. ეგ შემიძლია გითხრა რა ჩემი ცოდნით გამოცდილებით რომ LLM-ზე უმეტესად მეორე არის ხოლმე კაი. სხვა მოდელებზე არ მინახავს დიდად რა. აიტა მაგას ვერ გეტყვი. რაიმე სხვა კითხვა? ხო, ეს მინდა და მეჩვენებინა. თუ გაინტერესებთ ცოტა ინჟინერულად რა ზოგადად როგორ ინახება ინტეჯერები, შეკრება როგორ ხდება და ასე შემდეგ. ამ კაც აქვს რაღაცა პლეილისტი. და თან აპლიკაცია აქვს. მთლიან ჩავაგდებ ამის იმის მოქმედ. YouTube-ში. და შეგიძლიათ მეკენ გაიცნოთ ხოლმე. მე მაგალითად მაგის ვიდეოებით ვისწავლე რაც arithmetic logic unit მაგალითად როგორ კეთდება. საინტერესო არის. Okay. აი რამე სხვა კითხვა თუ არ გვაქვს შეგვიძლია რა შევწყვეტო ჩაწერა მაშინ.